გამარჯობა ვაგრძელებთ მუშაობას, როგორც ვიცით, ძალიან აუცილებელს საუბრობთ ხოლმე და დღეს ვისაუბრებთ საქართველოს მე-11-მე-15 საუკუნეებში, რომელიც მოიცავს მთავარ ისტორიულ მოვლენებს და თქვენი პროგრამული საკითხებით, სწორედ ეს გახლავთ ურთიერთობა ბიზანტიასა და სელჩუკებთან. ეს არის დასაწყისი თემა. მე-11 საუკუნის საქართველოს ერთიანი მონარქია გახდა, მაგრამ მესამე დროს გახდა ეს, თუმცა ქვეყანა გარშემორტყმული იყო ძლიერი მეზობლებით. დასავლეთიდან ბიზანტიასთან, ხოლო აღმოსავლეთიდან აღმოცენებული და აღმოკაჩენილები იყვნენ ახალი ადამიანები, ისინი სელჩუკები, ახალი სახელმწიფო. ბიზანტიასთან ურთიერთობას ხანა იყო დაძაბული, ხან მეგობრული. ბიზანტიას არ სურდა ძლიერი საქართველოს არსებობა გვერდით, თუმცა კულტურულად ბიზანტიური გავლენა მაინც ვერად შეინიშნებოდა საქართველოში, მაგრამ რეალურ საფრთხეს უკვე მაინც წარმოადგენდნენ მე-11 საუკუნის სელჩუკები. მე-11 საუკუნის მეორე ნახევარში სელჩუკთა შემოსევებმა დაანგრიეს კავკასიური სამყაროს სტაბილურობა და 60 წელს საფრთხანი შეიჭრა საქართველოში. 1080-იან წლებში კი საქართველოს დიდი ნაწილი სელჩუკებმა დაიკავეს და ეს ორი დიდი თურქობა, რომელიც გაგრძელდა ფაქტობრივად დავით აღმაშენებლამდე. დავით მეოთხე აღმაშენებელმა მოახერხა გათავისუფლება და აღორძინება ქვეყნისა. ამ მძიმე ფონზე გამოჩნდა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გამოსავალი დავით აღმაშენებლის სახით, რომელიც 1099-1125 წლებში მეფობდა. ის ჯერ სიბრძნით მართავდა სახელმწიფოს და აძლიერებდა მმართველობას, შემდეგ კი მიჰყავდა ქვეყანა ბრძოლით გათავისუფლებამდე. დავით აღმაშენებელმა სელჩუკების წინააღმდეგ იყენებდა როგორც დიპლომატიას, ესეც მძლავრ საფრთხეს ძალას. 1120 წელს მან დიდგორის ომში დაამარცხა მტერი და ამის შემდეგ აიღო თბილისი. შედეგად შეიქმნა ერთიანი ძლიერი საქართველოს სამეფო. დავითმა განახორციელა უამრავი რეფორმა, შორის აღსანიშნავია საეკლესიო და საგანმანათლებლო რეფორმები. შექმნა გელათის უმაღლესი აკადემია, რომელშიც ასევე იხარჯოს დამოუკიდებელი იყო ეპოქის მოწინავე მოაზროვნეები, ამიტომაც მას მეფე ფილოსოფოსაც კი ეძახდნენ ხოლმე. საქართველოს ოქროს ხანად მაინც ითვლება დავით აღმაშენებლის მემკვიდრე, კერძოდ თამარი. დავითის მემკვიდრეობა სწორედ მან გააგრძელა, ის 1190-1213 წლებში მეფობდა. ის გახდა პირველი ქალი მეფე, რომელიც უზარმაზარი წარმატებების მომტანი გახდა ქვეყნისათვის. მის დროს საქართველოს საფედრო პოლიტიკურად და კულტურული თვალსაზრისით, ესე იგი, აყვავების ზენიტში იყო. თამარის მეფობის დროს გაიმარჯვა საქართველოს პასიანის ბრძოლაში ბიზანტიელთა მემკვიდრეობის წინააღმდეგ და დაარსა ტრაპიზონის იმპერია შავი ზღვის სანაპიროზე. ამავე დროს ვითარდება მწერლობა, გამოჩენილი მოღვაწე ყავს პოეტი შოთა რუსთაველი თავის ვერსნით, სწორედ ამ ეპოქის სულიერი გამოძახვის წარმოადგენდა ის. თამარის მეფობა დღეს საქართველოსთვის დამოუკიდებლობის ძლიერებისა და სამართლიანობის სიმბოლო არ შემიძლია ისიც რო არ ვთქვა, რა თქმა უნდა, ამ ნაწილში ამაზე მეტად ვერ შევამოწმეთ ამას. მე-13 საუკუნის მონღოლთა ბატონობა არის ოქროს ხანა. შეიწყება მე-13 საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც საქართველოს შეეჯახა ახალი ძალა სელჩუკების შეცვალეს მონღოლებმა. 1220 წელს მონღოლებმა პირველად თალაშეს საქართველოს, ხოლო 1230-იან წლებში საქართველოს ფაქტობრივად მონღოლთა იმპერიის ნაწილი გახდა. ყოველ შემთხვევაში აღმოსავლეთ საქართველოს მაინც მიუხედავად ისა, რომ ქართველ მეფეებს ფორმალურად უნარჩუნდებოდათ ტახტი, რეალობით ძალაუფლება მონღოლთა ხელმწიფეებს ჰქონდათ. ქვეყანას დააწვა მძიმე გადასახადები. მონღოლთა სამხედრო ლაშქრობებში უწევდათ მონაწილეობის მიღება და შიდა დამოუკიდებლობა ფაქტობრივად მნიშვნელოვნად შეიზღუდა აქედან გამომდინარე. ამ საკითხში ამ დიდი თემის შემდეგი საკითხი არის გიორგი ბრწყინვალე, მონღოლთა უღლის მსხვერპლობა და აღორძინების მცდელობა მისგან იყო სწორედ მნიშვნელოვანი და მიღწეული მონღოლთა ბატონობის დასრულება და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა სწორედ გიორგი ბრწყინვალე, რომელიც 1314-1350 წლებში მეფობდა. ის მხოლოდ სამხედრო, არამედ დიპლომატიური ნიჟითაც იყო და წარმატებით დაჯილდოვებული. მან დაამარცხა შიდა არეულობა, გაათავისუფლა ქვეყანა მონღოლთა აწმყო ბატონობისაგან, აღადგინა სამეფო სიმბოლოები. გიორგი ბრწყინვალეს მეფობის დროს საქართველოს კვლავ გაძლიერდა, განახლდა საერთაშორისო კავშირები და გამოიცა მონეტა გეოგრაფიული თეთრი. მისი მეფობა შეფასებულია როგორც ბრწყინვალე მეფობის ეპოქა და მას გიორგი ბრწყინვალეს უწოდებდნენ. შემდეგი არის ქვედსაკითხი თემურლენგის ლაშქრობები მე-14 საუკუნეში საქართველოში. მე-14 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს წინაშე გაჩნდა ახალი საშიში მოწინააღმდეგე თემურლენგის სახით, მონღოლთა იმპერიის ნანგრევებზე ცდილობდა აღიარგინა ქვეყანა. ეს იყო ცენტრალური აზიის მძლავრი მმართველი, მისმა არმიამ 8-ჯერ დაარბია საქართველო და 1326 წლით მოყოლებული 1303 წლამდე ყოველი ლაშქრობა მძიმე შედეგით სრულდებოდა, ქალაქები იგრეოდა, იწოვდა მოსახლეობა, იხოცებოდა, ტყვეობის მსხვერპლი ხდებოდა, ეკლესია მონასტრები ნადგურდებოდა და ასე შემდეგ. ქვეყანა უკიდურესად დასუსტდა, თანდათან კარგავდა ერთიანობას.
გაძლიერდა ფეოდალური სეპარატიზმი და მე-15 საუკუნეში საქართველოს დაქუცმაცებისაკენ წავიდა და დაღმართისაკენ წავიდა. მე-15 საუკუნის საქართველოს ისტორიაში მოკლედ ერთდროულად გვაქვს როგორც ბრწყინვალების და ტრაგედიის ხანა, ორივე ერთობლივად დავით აღმაშენებისა და თამარ მეფის მიერ შექმნილი ძლიერება, მოუღოთა და თემურლენგის შემოსევებმა შეარყია, შესაბამისად საქართველოს ახალ გამოწვევებს ვეღარ გაუძლო და მაინც ამ საუკუნეებში ჩაისახა ის ეროვნული იდენტობა, რომელსაც დღემდე მივყვებით სახელმწიფოებრიობის იდეა, აზროვნება, რწმენისა და კულტურის როლი, ერთიანობის იდეალი. აი ეს არის რაც შეიძლებოდა გვეთქვა დღეისთვის, შემდეგ თავზე გადავდივართ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ახლა ყველაფერს ვერ მინდა რომ აუცილებელი რაც არის მოგისწროთ, სანამ გამოცდა იქნება და იწყება ეროვნული გამოცდა ისტორიაში, მანამდე და თავარი და ახლა დაწვრილებით რა თქმა უნდა ვერ მოვასწრებთ. რა თქმა უნდა ეს არ გამოდგებათ მხოლოდ 2025 წლის გამოცდის ადამიანებს. ზღვარის გადასალახად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველას გამოადგება, ვისაც სურს ზღვარი მაინც გადალახოს გამოცდაზე. დანარჩენი უფრო დაწვრილებით, რა თქმა უნდა ეს ჩემთან ხდება და პირადად უფრო მეც მუშაობთ ხოლმე აბიტურიენტებთან, სამწუხაროდ მეტი დრო არ ამოწვა, მეტი დრო დავუთმ და ფორმატის წამოსაშუალებას არ იძლევა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზღვარის გადასალახად ჩემი ლექციები მოგეწონებათ, მისა გამოგადგებათ. ყველა საკითხი რაც აქამდე გავიარეთ წინა ვიდეოებიდევს და დარჩენილსაც რა თქმა უნდა ნელ-ნელა შემოგთავაზებთ, წარმატებას გისურვებთ, ვინც მე მისვეს რა თქმა უნდა ეს უკვე წარმატებული არის კარგად.